სამეფო კარის თამაში თუ გიყვართ, დღეს უნდა გვიყუროთ ჩვენ, იმიტომ რომ მანდ გამოგზაურებთ, მაგრამ სად ვართ სანამ გაიგებთ, უნდა იცოდეთ, რომ წინაზე ზუმერთან ერთად გათამაშებამ ისე მაგრა ჩაიარა, რომ ზუმერმა გამოგვიგზავნა ახალ-ახალი საჩუქარი Apple Watch, რომელიც თქვენ გელოდებათ. იმისთვის რომ გაიგოთ, როგორ უნდა მოიგოთ ეს საათი და ძალიან მაგარია, ძალიან მომწონს პირველი Apple Watch-ი და მე მგონი ამას არ დავაბრუნებ და ძალიან მომწონს. მოკლედ, თუ გინდათ მოიგოთ ეს საათი, უნდა გვიყუროთ თავისთავად მთელი ვლოგის განმავლობაში და ბოლოში შეიტყობთ წესების შესახებ. მანამდე QR კოდი ამოვა და გამოგვიწერეთ. აუცილებლად. სად ვართ? სამშვილდეში. როდის დაიწყო აქაურობის ისტორია? აუ, არ ვიცი, პირველად ვარ და თქვენ გისმენთ, თქვენ უფრო იცით აქაურობაზე. კაი. თქვენ უნდა მომგზავროთ ახლა მე რა. ეხლა ვიმოგზავროთ ყველაზე ჯადოსნურ ადგილას, სადაც ყოფილვარ. მე არ ველოდებოდი ესეთი თუ იქნებოდა. არც მე ზღაპარია. და ნახოთ ახლა რა. ლაპარაკე? არა, ხო შენი ლაპარაკე და მე ვილაპარაკებ. მიდი. არა, ვერ გაიგე, შენ სიტყვები თქვი რაღაცები. გამარჯობა, დღეს მოგიყვები და მე პირს გავაღებ და ვითომ შენი ხმით ლაპარაკო. რა მოგიღეცა მოვიფიქრე თქვი? მე აჭირს ამას, მარიშკა. გაზაფხულია. დღეს არის პირველი დღე, როდესაც გაზაფხულს დაიწყო გაზაფხული. და მე მოვედი ყოჩივარდების სანადიროდ, მაგრამ აქ ნამდვილად ვერ მოვიდოდით, რომ არა, ეს მშვენიერი თანამედროვე სრულიად ელექტრო ლამაზი კოხტა კოპცია და ვამბობ iPhone-ით მანქანა არ არის? უფრო Android-ით მანქანა იქნება ეს. სადღაც 600 კილომეტრამდე გადის, რაც ძალიან კარგია. ერთი დატენით. და რამდენი კილომეტრია? 600 კილომეტრი არის 600 რა. აქედან ბათუმში ჩაგიყვანს და უკანა გზაზე ცოტა უნდა დატენო რა. i3 არის Kia ეს მანქანა და სრულიად ელექტრო არის. დიდი სივრცე აქ რა, ეს მომწონს რომ აქ სივრცე რა, რაღაცებით გატენილი. მონიტორი აქვს თლიანი, Android სისტემა აქვს და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა აქვს რა, ანუ რომ დადიხარ ხანდახან არის რომ გავიწყდება რა, ეს ნიშნებს კი უყურებ, მაგრამ რაღაცა 1000 რაღაცაა ხო თავში. და ეს გახსენებს რა და განახებს, სად რა ნიშანი არის და სად როგორ უნდა გაიარო და ასე შემდეგ. ფაქტიურად ცოტა ხანში ალბათ ძღოლიც აღარ იქნება საჭირო. შეხედე, ხოჭუკები. საწავიდა და დავტანჯა. სამშვილდეში გვინდა ჩასვლა, ვერ ჩავაღწიეთ, იმიტომ რომ ყველგან გვაჩერებინებს. ღორი დაინახა, კატა დაინახა, ძროხა დაინახა, ვირი დაინახა, ყველგან გაგვაჩერებინა. სულ მახსენდება ერთი ამბავი ვიღაცამ თქვა, რომ ღორმაო შეიძლება ადამიანი შეჭამოსო. ფისი გააკეთა. ერთო ჩემ გამოჯობა. ნინო და ღორი, ნინო. არმჩერო. ფიფქია იყო ეგრე კაცო? თუ რომელი გმირი იყო? ფიფქია რა იყო. არა. ხო, ფიფქია მართალი. რომ თავი ჯუჯები რომ ღერის რაღაცებს ჩიტები რო ეხურია. მე მგონი გული აირია. ნინო რა ქენ ძროხები გადმოდი რაღაცა უნდა გაჩვენო. დასტური მაქვს, მოდი რა. არ მინდა ეს ღორები და ძროხები არა. გადმოდი, მარიშკა შენც გადმო. გადმოდით. დედა ღორი გავიცანი. პატარა გოჭები გავიცანი. და სხვათა შორის პირველად ძალიან ახლოს მოვიდა ცხოველი ჩემთან, ჩემი არ შეეშინდა, როგორც საფრთხე ისე არ აღმიქვა, ძალიან ახლოს მოვიდა. როგორც ცხვარყლი ეგრე არ გიქოს ღორები. ხო და ეგ გამართალი რო ადამიანი შეჭმაშეულია? კი. ეგ მართალია? გჯერათ მაგის, მე ბავშვობაში ლეგენდად მიყვებოდნენ, რომ შეიძლება ადამიანის ფეხი იპოვნეს საღორეში, რაღაც ეგეთი ისტორიები იყო. მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მოდით, გეპატიჟებით. ეს რა არის? არ ვიცი, ყვავილია. ნიკა დაფიქრდი, იფიქრე და მითხარი. არ ვიცი რა ქვია. რა არის ეს? ყვავილი. არა. აბა. საკული მოვიდა. ანუ ეს არის გაზაფხული. ძალიან კაი სკიტურზე წავალთ მე და გიო ცოტა ხანში გაზაფხულს. ყვავილი ამოვიდა, შეხედე? ლურჯი პატარა ყვავილი ამოვიდა და გვამცნო რომ გაზაფხული მოვიდა. ამიტომ თქვენი გაზაფხულის მაცნები ვართ ჩვენ. ძალიან რომანტიკულია. ერცხალია.
ნინუც ნახე, ბევრია, ეგ ერთი კი არა. ხო და ამ ძღნერში რატო ვზივართ? გავიდეთ იქეთ მინდორში, სადმე იქ ხონდე, ჩავიდეთ სამშვილდეში, ყვავილების მეტი რა იქნება, ღორის ნაჩიჩკი, რაღაც კაკაშკები, მოიძე ფუნები და რაღაცები. მოკლედ ეხა ხო ვფიქრობ ახალი მანქანის შეძენას. უნდა იყოს ჰიბრიდი. ან ელექტრო. ან ელექტრო, მაქსიმუმ ელექტრო, უფრო ელექტრო და ხო, გასაგებია რომ პირველი დავდივარ და ვლაპარაკობ, რომ თაში სიარული მიყვარს, ბუნება, გოჭები, გაზაფხული და რაღაცები და მაგას მარტო ხო არ უნდა ამბობ. სიტყვა და საქმე იქნება იდეაში ერთად რა. ელექტრომანქანა რომ გასაგებია რომ იმის გარდა რომ ეკოლოგიურად ძალიან მაგარი არის და ეკონომიურია. ეკონომიურია, მაგას ვამბობ რა, აი, რეალურად ფინანსების მართვაში ძალიან ისეთი არის, მოსახერხებელია. ან დღეს მით სატენები ყველგანაა. თავარი ამბავი, როდესაც ესეც გზაზე ხარ, უბრალოდ იარე ნელა და რაღაცა იქნება. არ ჩარტყავ არაფერს. ესაა ჩემი თავარი ზღოლური ხრიკი. იარე ნელა. და სხვათა შორის რომ ვსწავლობდი მანქანის დარებას და მე მანქანის დარება ვისწავლე 29 წლის ასაკში. მითხრეს რომ ორივე ხელი გქონდეს საჭეზო. და კარგი რჩევა, ნინო. ნინ, ძროხები. ხო, ვები და შეხედე შვეიცარიაში რო ზარები ეკიდათ, დიდი ისეთი ზარები უკეთიათ. გამარჯობა. გამარჯობა. სალამ. ხო, აი ახლა ცოტას გავივლის და ხო, ქვებია, ხო. მოსახვევთან გავაჩერე. მოსახვევთან გავაჩერე. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. გაიხ. დროებით. ქალაქს სოფლისგან ის განასხვავებს, რომ ძალიან ყურადღები. აუცილებლად ხო, ესეთი ყურადღება. ზრუნავს ადამიანი ერთმანეთზე, ქალაქში ესე არ არის. რა საყვარელია. არ დახვიდეთ. მე მაქვს ძალიან დიდი სიყვარული ვირების. ვაიმე. თქვენი სახელი? რუსტამი, გამარჯობა. შეიძლება მოვიფერო? Да, конечно. რა ქვია? Асол. ასო? მოიცა, ასო, მოიცა. На, ложно, вот. მოიცა, ასო, მოიცადე. მომისმინე. ოქშ. ნიკა, მოდი, ვირი გავიჩინე. ნინოს უყვარს ვირები. ოფლიანია, რომ კიდევ ხელს ყურები აქ ოფლიანი. არ მოკიდებ ხელს, მოდი. ნუ ხარ ზიზღი. აუ ყურებს რა დაიროჩება, მარიშკა ესეა კანტენოი, ტეკ ტეკ ტეკ. მიხვდებოდით რომ მოვედით სამშვილდეში. მაგარი ტიპია. Вот, пускай это дядя здоровый, ну, возьмёт. Здоровый цуца. მიდი ჭოჭა. Резкий. დავაი, ფეხი უცებ, დავაი, ფეხი გადაწყვეტ. მოდი. ფეხს აწევო ხო შეგიძლია. ფეხის. მიდი, დავაი, ბისტრა, კაცო ეჩქარება. Да. Спешишь, да? Да, მოდი აქ. Как тебя зовут? Рустам, Ника. очень Спасибо. Ага, Рустам, Гана. Или сможешь вот так делать. Ага, всё. Всё. Раун, მიდი. ვიზამ, რუსტამ. Вот так. ვიზაუ რუსტამ. вот так. არის ჩემში ნადირი. Сюда встань вот. Возьми Давай. и двигай. Вот так. Уп. Опа, ага, очо. Ага. Всё. რუსტამ არ წახვიდე. მოიცა ხა, გამურულა დავჭდე. Да, მოიცა ცოტა ღირსება რა. он ხო. знает, он по-русски. გამოიწერე ჩვენი არხი. Спускайся. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი პირველი გაზაფხულის გამოშვებაა და მოკლედ ჩვენი მარშრუტი და თქვენი მარშრუტი თუ გადაწყვეტავთ აქ ჩამოხვიდეთ, რეალურად გზაში გინდათ მაქსიმუმ საათი და 20 წუთი.
მანქანით. ხო, მოდიხართ ამ ხიდთან, რომელსაც უწოდებენ თამარის ხიდს ასევე და ამ ხიდიდან იწყება უკვე მარშრუტი. მარშრუტი არც ერთმა არ ვიცით, პირველად ვართ. აქ ლაშქრობაზე საკმაოდ იოლია, თუმცა აქ ყველაზე საინტერესო მაინც არის ის ნაქალაქარი, რომელიც ნახვა მინდა მე. ძალიან კაი ხიდია, ოღონდ მე მგონი რა ძველი არ უნდა იყოს. ჰა? თამარი იმე გამგებელი ხო არ იყო აქაურობის იმანაში. და არა მეფე ხო? აი ნახე ქვევით მხარეს ახალის არის ნაშენი ჭარბა. არა, ან შეხედა. აღადგინეს მე. მე ხოც არ მიყვარს დაცინა და უბრალოდ უბრალოდ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ტალახიან ლაშქრობაზე თეთრი კეტით არის წამოსული. ყინვარწვერზე რო კონვერსის კეტებით იყო, აი ეგ გაგრძელება, ეხლა ესეც რა და თან გაჩვენებთ ეხლა რითია წამოსული. ტალახიანი ჩვენ ხო გვეღადავება სულ რაღაცეებს და ეხლა გაჩვენებთ. რა ხდება უბრალოდ სუ ტალახი არის. აი რა მოახერხე. სუფთა კეტები. ნიკას მისტიკა. ტალახშიც კი შეუულია ამ კაც სიარული ისე რომ თეთრი კეტი არ დასვალოს. ჩემშულს ვეკითხებოდი გუშინ. მე ვთხარ დედა მითხარი ერთი რაღაცა რაც ჩემში არ მოგწონს მეთქი. და მითხარი ერთი რამ რაც ჩემში მოგწონს მეთქი. შენ ახლა შულობილი ხარ? დადექი კატთან ახლოს. მითხარი ერთი რამ რაც ჩემში მოგწონს და ერთი რამ რაც ჩემში არ მოგწონს. ის არ მომწონს რომ ჭამას არ მასწი. აი ამ წამს. ხა? ეგ ძალიან ზოგადი არის, არა. მართლა უნდა გულწრფელი უნდა იყო. კარგი არის ის რომ კეთილი და საყვარელია. ერთი ეგ, ეს კაცი ოღონდ რას იღებს არ ვიცით. და გამოიხატე. რეალდი. და რაც არ მომწონს არის ის რომ ეგოისტი ხარ. ვეთანხმები ორივეში მარიცას. კაი, ნიკა. ვეთანხმები. გულწრფელი ვარ რა. ცუდი ის არის რომ აი დილით რომ მე 9 საათზე რო უკვე გელოდით და 12-ზე წამოვედით, ეგ არ ცუდი. გიოს დაგროვილი ბოღმა არის ორ სიტყვაში ნათქვამი. ხო და კარგია რომ რავი საუკეთესო მეგობარი ხარ, ყველანაირად, რავი რაც გინდა დაგჭირდეს, რაც გინდა ის გვერდში გახარ მეგობრებს. ხო, გვერდში დგომაც შემძლებია. თავდასხმა ვითარდება სამშულდეში, ძროხა ეტაკება მარიშკას და მარიშკამ თავისი ვაი დააფრთხო ძროხა. ეხლა გავარკვევთ ნიკაზე. მე დავიწყებ. ერთი თვისება, რომელიც თავისთავად ეს თამაში შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად თამაშოთ და შეეცადეთ, რომ ბასრისაგნები თან არ გქონდეთ. ცემატყებით რო არ დასრულდეს, მაგრამ თვითრეფლექსიისთვის და განვითარებისთვის გულწრფელი პასუხები მნიშვნელოვანია. სხვისი შრომის გაუფასურება და დამსახურების გაუფასურება იცი, მაგრამ ძალიან საიმედო მეგობარი ხარ. მაღიზიანებს რო ელაპარაკები და სკროლავს და არ ესმის. და რავი, კაი თვისება არ ვიცი, კაი თვისება აქვს ნიკა შენ, მე მეგონა მე არა, ბევრი არის და რომელი ვთქვა ეხლა? ერთი. მე ვთქვი რომ ერთგული მეგობარია ხო, ძალიან. ერთგული ხო, მეც მაგას ვიტყოდი. კაი, ამასობაში მოვედით. ეს უკვე ქალაქში რო შედიხარ. ესეთი გზა. მარიშკა, მოდი დაიწყე ხა. კარგი რაც მინდა ვთქვა და პირველი გამახსენდა არის ის რომ კარგი მამაა. ხო. ანუ ელენესთან დამოკიდებულებაში ძალიან მიჩუყდება ხოლმე გული და ძალიან მომწონს როგორი მამაც არის. ეგ ერთი. ცუდი? ცუდი არის ის რომ საჭირო მომენტებში არის ხშირად უყურადღებო და ეგ ძალიან მაღიზიანებს. დათქვა 5 კი არა. გზა და გზა რომ მიდიხარ, გვხვდება ყველგან აი ესეთი ეკლესიები. დაახლოებით 3-4 ეკლესია შეგვხვდება, სანამ
მთავარ ეკლესიამდე მივალთ, რომელსაც ქვია სამშვილდის სიონი. ესაა წმინდა გიორგის ეკლესია. ეს ტაძარი ხო? ხო. რამოდენიმე ვერსია არის აქ მოსulis. ნუ თეთრი წყაროში უნდა მოხვდეთ პირველ რიგში. თეთრ წყაროში შეგიძლიათ მოხვდეთ კიკეთის წნეთის მხრიდანაც და იქიდან ჩავნაბადადან და მოუვაროთ რა წერა. თბილისიდან საათნახევრის სავალი გზა არის, არ არის შორს, თან კარგი გზა არის. უბრალოდ ბოლოში აღარ არის გზა, ფაქტურად ოფროუდია, მაგრამ ფეხით გამოსეირნებაც არ არის ცუდი. ჭივჭავა და ხრამი ერთიანდება ქვემოთ რა, ანუ ორი მდინარის შესართავი არის და სწორედ ამ შესართავთან არის კონცხი. კონცხი. ხო, და იქ უნდა მივიდეთ. 15 წუთი ცავლიო მარშკა მეუბნება, მეც პირველად ვარ და ისე როგორ დაგემართა, რო პირველად? აი ხო, მეც მაგას ვფიქრობ, იმიტომ რომ ბირთვისი აქვეა, ბირთვში რა ვიცი, ფეხი იქავიდგი მე მგონი და აი აქეთ აღარ გადმოდიოდით რატომაც. გათამაშება რო არის, ხო იცით, პირობებს ვლოგის ბოლოს გეტყვით და მანამდე პირველი და მთავარი პირობა დააკომენტარეთ. და რაც უნდა დააკომენტაროთ, მაგას ვიდეოს ბოლოს ნახავთ, აღარ არ გადაახუროთ, ბოლომდე უყუროთ ვიდეოს და ბოლოს გაიგებთ პირობებს. წარმოიდგინეთ, ბევრი საუკუნის წინ აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, მოღვაწეობდნენ, ამ ქალაქს აშენებდნენ, იცავდნენ, უყვარდებოდათ ერთმანეთი, მტრობდნენ, მთელი სიცოცხლე ჩქებდა აქ. და ეხლა არის დარჩენილი მხოლოდ ეს დიდი ლოდები და ქვები. როგორ მაინტერესებს, ან როგორ ეცვათ, ან როგორ საუბრობდნენ, ან რა წესჩვეულებები ჰქონდათ აქაურ ხალხს, რა ხდებოდა. მინდა ვიცოდე. მარიშკა ვიპოვნეთ ადამიანები, რომლებიც ჩვენგვანან, ანუ გზა არიციან და ისტორია არიციან და აი აქ შეხედეთ. ყვებიან ისტორიას, წამოდი. მალ სამშვილდის კარი ჯეჰან შაჰი, ჩემი პარალელკლასელი იყო. კარების წინ 1664 ადამიანის თავისაგან მინარა დაადგმევინა. რა არის მინარა? გორა. დიდი გროვა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ აქ ერთი გვიღებს. 900 მე აი დამაბრუნე რა უკან. ორი გვიღებს. მე რამდენი საუკუნეში ვარ? 1 2 3 4 5 6 აი აქ წარმოიდგინეთ 1600 კაცს თავს ჭრიან 64-ს. ხოლო 9400 აქ დასახლებული მიყავთ ტყვედ. კიდე რამდენი დარჩებოდა ლელუკა? ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა. ეს 1440 ეს არის 1440 წელი. მანამდე მესამე საუკუნე. არა, ეს ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე 1000 წლეულში იწყო შესაძლოა. მესამე 1747 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა, ტელეფონი არ გამოაჩინოთ და ვითომ ზეპირად ყვები. სამშვილდის საერისთავო იყო, საერისთავოა უკვე აქ ფარნაოზის დროს თორე ისი არის დასახლებული ალექსანდრე მაკედონელი ამბები ესენი დადიანა. მოიცა აქ ალექსანდრე მაკედონელი დადანტალებდა? კი, მისი ის იყო. ჩემო ბატონო, მეფე საურმაგის მირვან პირველი დანიშნა და აი ნახე კიდე მაშინ დღეს მეფე მირვან მეორე დაამარცხა წინაბედ მეფე ბარტოში დაეუფლა ტახტს და სამშვილდეში შეინსული ბარტომის ცოლი თავად დაისვა გვერდით. ეხლა ჩვენ სადა ვართ იცით თქვენ? თქვენი ახალგაზრდების ენაზე რო თქვათ რუსთაველზე ვსეირნოთ. ეს იყო რუსთაველი. აი მე ვიყავ ეხლა ნახალოვკაში პატარა ადგილებია ზოგადად და პატარა ესენი ადგილები, იქით საბურთალოა რაღაცებია, წერეთელი ამბები. თქვენ ვინ ხართ? ჩვენ გადამხები ჯგუფი. თქვენ ერთმანეთის ვინ ხართ? სახელები. ელენე. მე მოდიოდი და გაშევდნენ ესენი. გოგოები მოსეირნობდნენ. მე აქ ცხოვრობ დათო. დავითი. ლელა. ანი. მე აი იმ ერთ-ერთ გამოქვაბულში ვცხოვრობ, ხო, მე ხვალ თიქ და გადახედავთ იმ გამოქვაბულში ვცხოვრობ მე. როგორ არის კლიმატ კონტროლე? შვენიერია. არ ჭირდება არაფერი, ისეთი დინარის სიო შემოდი ზაფხულობით. მისტიკური სულები? დადიან, სულ დადიან. აღონ დღე არა. სხვა შორის გაგიმართლათ და არ გაბედოთ აქ მაისის შემდეგ წამოსვლა. გველები? გიორზები.
ხო იცით რატო არის ამდენი გიურზები აქ? მოკლედ 90-იანებში ვიღაცას მოვიდა გენიალური ბიზნეს იდეა. გველის შხამს იყენებენ, ეხაც იყენებენ წამლებში, კოსმეტოლოგიაში და რაღაც. მოკლედ მოაშენა ეს გიურზები რა. თავიდან საქმე წავიდა კარგად და მე როგორც ყველა ქართული საქმე თავიდან კარგად წავიდა, მე ეთყო ფული იშოვა და გართობა დაიწყო და საქმე მიუშვა. ასევე მიშვებული იყო ეს გიურზები. რომლებიც თურმე აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად მრავლდებიან. აქედან არის ჩამოსახლებული გიურზების ისტორია საქართველოში. რა მაინტერესებს ფილმები? ეცაღა რომ მკითხეთ, რომ თემას რა ქვია, ხელოვნური ინტელექტთან გააქვთ. ფილმები გიყვარს ქართული? და. სიყვარული ყველას უნდა გაქვთ ნახე? იქ რო შეინსანაჯგოიან კიდე ყავს ამაშენი. აი იქ რო არის იმაში რა ქვია, შირაქში როა გიურზები მოშენებული, ისინი აქედან იყო და ქართულმა გააშენა. ეგ ზღაპრები მოუხები იქე და. გამოქვაბულში მე ზღაპრებს გამოქვაბულში წე. იურზე აშენი რა. აი მითხარის რა, თანკა ისტორია არ არის. მაგარი. საყვარლები იყვნენ რა? ნიკა სად არის? ნიკა! გამოდი! გიცანი! ნორმალური ხარ? კაცმა მოყვა აქაურობის ისტორია, შენ კიდევ გძინავს. რა იცი აქაურობის შესახებ? ძალიან კაი აურა. გამოიყენებოდა ეს? ჩემი აზრით აქ მხედარია გარდაცვლილი და დასაფლავებული და მაგის თავზე არის ეს ქვა რა. ეს მხოლოდ ერთი ვერსია. არა, ვერსია რა, ეგ არის აქ ახატია კიდევაც გარდაცვლილი სახით თუ არ არის ეგ რა. აქეთ არის ქრისტიანული არის რა, ეს არ არის ძველი. აგერ არის ჯვარი და მიყოლებული აქ ამბავი, ყანწი, მოკეიფე იყო, კაი კაცი იყო, აგერ ხმალი აქვს და ისა რა ქვია, აგერ ტიპი არის. აქეთ ნახე რა არის აგერ დოქი არის, ყანწია, ხანჯალი, ანუ მოჩხუბარი, მოკეიფე კაცი იყო. მარიჩკა, მოდი შენ მოგიყვები, ამასთან მოყოლა არ მინდა. ცხენით რა. კაი ტიპი იყო. და ეს ბლოკა. ჩემი ვერსია რა არის ამ ამბის და თქვენ შეგიძლიათ მოიწეროთ რომელი უფრო მოგწონთ. მხედრის არჩევის პრინციპი იყო ესეთი. მოდიოდნენ აქ, მთელი სოფელი იკრიბებოდა და ვისაც საკმარისი ძალა და ღონე ქონდა, რომ ეს ცხენი აეწია, ხო, რა? ის მიყავდათ მხოლოდ მხედრად. ჯარში ის მიყავდათ რა, საბრძოლად. ვისაც ძალა არ ქონდა რომ ეს აიწია, ის რჩებოდა სახლში და მეურნეობას სულიდა. ეს ჯემინიმ დაწერა ესა? ნიკა, მოდი, მინდა რაღაცები მოგიყვეთ საათზე. Apple Watch ქონია? არა. სულ ფიქრობდი მეყიდა თუ არა Apple Watch-ი რამდენჯერ შევსვარ მაღაზიაში და დამითვალიერებია არის და გამოვსვარ, მაგრამ მე რომ ამ ფუნქციის შესახებ ცოდნო და თავის დროზე არ ვიცი ახალი შეხედე Snoopy არის და სხვადასხვა ანიმაციებია ყოველ ჯერზე რომ დახედავ თიც რომ დააჭერ კიდე შეხედე ხერას იზავს ეხა ნაყინს ჭამს სერია 11 არის Apple Watch და მიმშვენე გვერდი შენთვის იცი რატო არის აუცილებელი მაგალითად მართლა შენ თავს ფიცავარ, აი წნევა რო აგიწევს, ეგრევე შეგიწევს თუ კაი არაფერი არ მიწევს. არა, ასაკობრივად, ხო, მართლა გონი კი არ ხუმრობ, აი წნევის აწევა, რეგულაცია, გულისცემა გაგიხშირდა, სისხლში ჟანგბადის რაოდენობა რამდენი, ამ ყველაფერს აკონტროლებს. ანუ ეს საათები ვიღაცა ხო იფიქრებს, რომ iPhone-ი თუ მაქვს, რა თქმა უნდა Apple Watch-ი რა. მეც ესე ვფიქრობდი თავდაპირველად, მაგრამ ეხლა მე არ ვფიქრობ ეგრე, იმიტომ ძალიან კარგი ასისტენტია რა. ხო, ეგ არის, ანუ ტელეფონს და ჯამრთელობის ასისტენტია, შეხედე. შორის არის ტიპი, რომელიც ხელზე გაქვს სულ. ოღონ ჯამრთელობაზე ფოკუსირებული. ყველაზე მაგარი ეგ არა, რომ რეალურად ნაბიჯებს გითვლის, წნევას ძილის დროს ზომავს, რა ხარისხი და როგორ გეძინა, რამდენი ხანი, რეალურად მონიტორინგს უწევს შენ ჯამრთელობას. და შეგიძლია ამით ჩაყვინთო. რამდენიმე წელს? 50. შეტყობინებები ჩაყვინე დაიხჭო ქვია მაგას. შეგიძლიათ 50-ზე დაიხჭოთ Apple Watch-ი ერთად. გაგიზომო წნევას, გულიცემას. ტუ. ვისაც აქტიური ცხოვრების წესი აქვს და შენსავით ასაკი აქვს, აი წნევები აწუხებს, გულის ამოვარდნები არის, მართლა გეუნები, რატო ნიკა, ნუ კომპლექსდები. ანუ მე შეხედე, მე ხო ის ადამიანი ვარ, რომელიც მოუწოდებს ყველას, რომ თავისთავად მიიღოს ისეთი როგორიც ხარ და როდესაც შედიხარ ასაკში და ასაკი უკვე მარტო ფიზიკურად კი არ მოქმედებს შენზე, არამედ უკვე აი ხო ხდები ტკივილი, უკვე იმდენს ვერ დადიხარ, ისე ვეღარ სუნთქავ, წნევას უგითამაშებ, სულ თავის ტკივილები გაქვს და თავბრუსხოვები ხო შეატყვი ამ ბოლო დროს. ამიტომ შენ ხა შენ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდე.
და მე დავიწყებდი Apple Watch-ით. ძალიან მოწონს. მარტო ეს გაიგე იქიდან რაც თქვი? ძალიან კაია. ეხლა მხოლოდ ეს გაიგე რაც მე ვთქვი. ცოტა დიდი სამაჯურები არაა? ზუმერში თუ წახვალ, სამაჯურებიც დიდი არის და მამაკაცის ზომა კიდევ უფრო დიდი არის, ეს უფრო ქალისთვის არის. დამიბრუნე, მომეცი. ძალიან მოწონს. ხო მიხდება. მე მაჩუქე. ვერ უღალატებ, მაგრამ ესეც მე მაჩუქეს. დაბადების დღე როდის მაქვს? ვაჩუქოთ ეს დაბადების დღეზე? 3 თვის წინ მქონდა დაბადების დღე და საჩუქარი ჯერ კიდევ არ გვიჩუქ. მაგრამ მე და მაშკა ორჯერ ვიყავით შესულები მაღაზიაში და ვერ ვიპოვნეთ. ხალხო, იქიდან ხმები გესმით? კი, უწევილის. წაღან გიომ რა იღადავა ისიც. მე მგონი მტერი შემოგვესიო. აუ რატო არ ჩაწერე? ნახე. სამშვილდე ხო ქვია ქაურობას. და არის ორი ვერსია, რატომ ქვია ეს სახელი. ერთი ვერსია არის ის, რომ აქ მზადდებოდა საუკეთესო შვილდისრები და სწორედ ამიტომ დარჩა სახელი სამშვიდე. მაგრამ არის ერთი კიდე უფრო ესეთი რა, მისტიკური ამბავი არის. ხო იცი, ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ერთ-ერთი. მე ანუ შენ. მის საპატივცემლოდ ქვია. იმიტომ რომ ეს მშვილდოსარი არის გამოხატული ტეტროლიტზე. და ტეტროლიტი არის 3 ლოდი, რომელიც ერთი მეორეზე დევს და რაღაცა დაკავშირებულია ეს ყველაფერი. შენ აღარ წაიკითხე ChatGPT, კაი? თავარი ციხესიმაგრე არის სამშვილდეს და მე თვითონ რაღაცნაირი უხერხულობის გრძნობა მაქვს, რომ აი არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, რომ ამხელა კომპლექსი იყო, უზარმაზარია, ძალიან დიდია და რა დადიხარ ეს შეგრძნება გაქვს, რომ დროში მოგზაურობ, რაღაცა ისტორიაში იწყებ მოგზაურობას. აქ ეხლაც მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, შემოსაზღვრულია ყველაფერი, კაცი ამას აღიქვავთ და ძალიან ბევრი საგანძური არის ნაპოვნი და კიდევ უამრავ რაღაცას იპოვნიან, იმიტომ მრავალშრიანია. ჩვენ ხო ვთქვით, რომ აქ ისტორია იწყება დაახლოებით ქრისტეს შობამდე მე-4 საუკუნის ეს მიჯნაზე იწყება ყველაფერი და მას მერე ფენა ისტორია ემატებოდა. ბევრი არტეფაქტი, რომელიც აქ იპოვნეს, უკავშირდება ელინისტურ კულტურას და სხვათა შორის ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებზე, როდესაც არის საუბარი, აქაურობა ნახსენებია შესაბამისად, თუ ხო ხვდებით რა, რამხელა მნიშვნელობის ადგილი იყო და ერთ-ერთი გრავიტაციის ცენტრი იყო ძველი სამყაროსი. რაღაცამ გამოყო თავი, მარიშკა. მინდვრის თაგვი იყო? მარიშკა, ხედავ თაგვია მინდვრის? თაგვია. კი, თაგვია. მინდვრის თაგვი, გველი არ არის. გველი ალბათ თავს ეგრე არ არის. წავიდა. ექსტრემალურ პირობებში მუშაობთ. ნეტა გამაგებინა რას ფიქრობს? შენი აზრით? გამოგვაფულში უნდა შესვლა. რომელში? რავი. ეხა მე აქ გიორგის და ნიკას ტყუილა კი არ მოვუცუცქდი. ჩემი ჩანაფიქრი არის გიორგისთან და ნიკასთან პატარა ბლიც ინტერვიუ. იყო ნიკა ცნობილი ყაზბეგში? კი. პირველი რა გაიგე ნიკაზე? პირველი გავიგე რომ ჟურნალისტი იყო და ვიდეოებს იღებდა. კაი, თავსველობაში როგორ მოხვდი? თავსველობაში თავიდან დავიწყე კლდეზე ცოცვა. სპორტსმენი ვიყავი? არა. დარბაზში. სპორტსმენი იყო რა, სპორტული და მე მანდიდან როგორც ალბათ თითქმის ყველა თაში გადავიდა თაში. მე გადახვედი მთაში. რამე საინტერესო. ცოლივით რატო იმეორებ და ასე? ბავშვობაში შენ რაღაცები რას მეძახდნენ, იცი? სიდედრს. ისე კი იქცევი სიდედრივით. ვერ გავიგე ეს ეკიპირების თემა რა. ვცდილობ 2 წელია ჩაცმა ვისწავლო. თან მინდა რომ ნორმალურად გამოვიყურებოდე, თან მინდა რომ თბილად ვიყო, თან მინდა რომ არაფერმა არ დამკვდინოს, თან არ მინდა რომ დამცხეს და მაინც ვერ გავიგე ვერაფერი წესიერად როგორ უნდა ჩაიცვა, როცა დადიხარ ესეთ ადგილებში. ნიკა კი დადის ღმერთმა უწყვის რაკეტებით, მაგრამ აი თქვენ რო ჩამოთვალოთ, ყველაზე აუცილებელი ეს ყველაფერი აუცილებელი არის, ანუ საბაზისო მინიმუმი არის. ფეხსაცმელი, ქურთუკი, ზურგჩანთა, ხელთათმანი, ქუდი, გააჩნია სად მინდიხარ და როგორ მინდიხარ, მაგრამ ფეხსაცმელი არის უმთავრესი. გააჩნია როგორ ფეხსაცმელზე არის ლაპარაკი. ხო, როგორზეც არ უნდა იყოს და ტანსაცმელის თავისთავად დღეს ისეთი ტექნოლოგიები არის, რომ დაიხოცა ძალიან გიმარტივებს ცხოვრებას ექსტრემალურ პირობებში. ტანსაცმელის გარდა კიდე აუცილებელია აფთიაქი,
აი აუცილებლად პირველად დახმარების ნივთები, სისხლდენის შესაჩერებელი რაღაც ბინტი და რაღაც ესეთი ისინი და ასევე ხო რაღაც ეგეთი აი ალერგიის საწინააღმდეგო და ასენი. ასე პირადი მოხმარების წამლები, აი ჩვენ მაგალითად ვერ ვაძლევთ სხვას წამალს რაღაცას, აფს ან რაღაცას, იმიტომ რომ არ ვიცით მთაში შეიძლება ვიღაც იყოს ალერგიული და პირიქით უარესი გაუკეთო რაღაც წამალი მისცე და აუცილებელია ფანარი, აი ჩვენ რო დავდივართ ხოლმე და ესეთ აი ადგილებზე რო ვართ და მე წასულ აღარ გვინდა და გვიღამდება, ფანარი უნდა გქონდეს. და მე რეგიონს ფანარს ხმარობთ ხოლმე. კაცი. ფანარია. ნინუ, საით მიყავს ბაზარი? შენ გვერდზე უნდა გაგიყვანო შენ თვითონ. წამო. ეს არის სამშვილდის სიონი. ყველაზე ისეთი ღირებული ნაგებობაა, რაც გზად შეგხვდებათ. და ბოლო გაჩერებაა უკვე გზის. და ეს ააშენეს მე-8 საუკუნეში. ნიკ, სასწაულია რა. მოგეწონა? ღირებული ქვეყანა გვაქვს და კიდევ ისევ გავიმეორებ, არ ვაფასებთ ისე როგორც საჭიროა. შეხედე რა დღეში აქაურობა. ხალხი აი კადრებში ნახავენ რა, იქიდან გამოვა. ხო ის მის ჩემი ხმა. კი. ანუ კადრებში ნახავენ National Geographic-ის ჟურნალისტები რო ჩიტები ხოლმე კედელზე, მაგ. ოინე მოდო. კარჩერის თქვა მინდა ისეთ რომ აი მაჩუ-პიქჩუ ბაზარი არის ძალიან მაგარი, აი უმაგრესია თავის ისტორიით რომ გვიან აღმოაჩინოს რა და აქ კადრები გვაქვს, აი მაჩუ-პიქჩუც რაღაც ესეთ პონჩია რა, ნაკლები არა გვაქვს ძმაო აქ ჩვენ რა, დაჟე უფრო ძველი გვაქვს აქ რაღაცეები და რავი, ჩემი აზრით თბილისიდან რა უნდა აგერ საათს ნახევარი და ფეხით 20 წუთი. ფეხით 20 წუთი გამოისეინებ და უცებ ამოყოფ თავს სხვა დროში საერთოდ და რაღაც გარემო აურაც და ენერგიაც ისეთია, სხვანაირია, ცოტა მოწიწებით ხარ რა. ეხლა ისე კედლის უკან შევალ. მიდი, გაქრი. всё. აია, აქ არის წარწერები ასომთავრული, სადაც მოხსენიებულები არიან ინფორმაცია ესეა. ბიზანტიის იმპერატორები, რომლითაც მე უკვე დადგინდა, რომ ეს ტაძარი არის მე-8 საუკუნეში აშენებული რა. მანამდე იყო ვახტანგ გორგასლის დედის მიერ აშენებული ტაძარი, რომელიც შემონახული არ არის და იმ ტაძრის ადგილას არის მე ეს აშენებული როგორც წესი, ყოველთვის ესე არის ხოლმე რა. თვითონ ტაძარი ძალიან ისეთი მასშტაბური და გრანდიოზული არის, მაშინდელი დროის მით უმეტეს და თრიან სამშვილდი არის, მე აღრთოვანებული ვარ აქაურობით რა. მოკლედ აქაურობის მთავარი ფუნქცია იყო კონტროლი, რადგან სწორედ ამ ადგილიდან ეს ისეთი გეოგრაფია აქვს აქაურობას, რომ აქედან აკონტროლებ ბოლნისის გზასაც, ჯავახეთის მხარესაც, წითელი ხიდის მხარეს, ანუ ფაქტიურად რაღაცნაირი კუნძულია, რომელიდანაც შეიძლებოდა ყველა მხარეს გაკონტროლებინა სიტუაცია, თან ისეა, რომ ფაქტიურად არსად მთა არ გვხვდება და ყველაფერი ჩანს რა. ძალიან დიდი დატვირთვა ექნებოდა აქ თავის დროზე სამშვილდეს. სიძველეს რაც შეეხება აქ კანიონებში წეღანას თქვი პირველ ყოფილი ადამიანის კვალი არის ნაპოვნი, ბევრი გამოქვაბულია, რაღაცა დონით გამოკვლეულია, მაგრამ ბოლომდე არა და იმედია ადრე თუ გიან გამოიკვლევენ. ჩვენ თუ შესაძლებლობა გვექნება, მე მარიშკას ნინოცას და გიოს ვინმე კარგ სპეციალისტთან ერთად გამოვისეინებთ ამ გამოქვაბულებში და დაგათვალიერებინებთ ერთი ექსპედიცია მოსაწყობია რა, უბრალოდ ნინოცას ეხა დაეძინა ცოტა რა. არ დამეძინა ვფიქრობ. ხორტირი. არ ვტირი ესეთ ადგილებში, სადაც ჩვენი წინაპრების მიერ ძველი აშენებული ტაძრებია და სადაც ქართული გენი და ქართული სული არის ძლიერი, ეს ერთ ამ ეკლესიაში მგონია რომ იმდენი ნალოცია და ისეთი ადამიანების მიმართ რომ მეც რო ვილოცო, ჩემი ხმა მგონია რომ უფრო მივა. კაი, მიდი წადი. წინაპრებიც გაიწევენ. წადი ნახვანდის, მიბძანთ. შეგიძლია წახვიდე. აი ესეთი ადგილი, როგორიც სამშვილდეა, აი მგონია რომ ყველა ქართულს ნანახი უნდა ქონდეს. იცი რა, ბევრმა არც იცის ესეთი ადგილები ხა. მე მაგალითად რავი რომ მეკონა რომ ბევრი რაღაც ვიცოდი
ჩვენ ქვეყანაზე საერთოდ გაგებული არ მქონდა აქაურობა. აღმოჩნდა რომ თურმე არ იცოდი. ხო, მეც რო ვთქვი ესე ჩემ მეგობრებში რომ სამშულდეში მივდივართ, ხო, ეგ სად არის, აითკენ არის, ეგ რა არის, აი არავინ არ იცოდა სად იყო. იმედია ჩვენ მერე ბევრი მოვა. რავი, ჩემი აზრით უნდა მოვიდეს. ხო და ვინც მოხვალთ აქ და ჩვენი ვიდეოს მერე აქაურობას ნახავთ, მერე უკვე ემოციები გაგვიზიარეთ კომენტარებში. ამ ვიდეოს ქვეშ. თქვენ ახლა ჩვენი გლიცინი ნაკლებად გაინტერესებთ და წესები. წესები დავტოვეთ იგივე. შედიხართ YouTube-ზე, ანუ ეხლა გვიყურებთ YouTube-ში, ხო? ამ ვიდეოს ქვეშ წერთ კომენტარს. ოღონდ კომენტარს წერთ. აუცილებელია რომ იყოს სიტყვიერი კომენტარი და არა გული, იმიტომ რომ რენდომაიზერის მეშვეობით ჩვენ მხოლოდ სიტყვებს გავფილტრავთ. ეს წესი 1. ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარი დატოვეთ, ნებისმიერი კომენტარი. შეგიძლიათ გითხრათ, რომელი გინდათ აი ცენტრალური გათამაშება რო იქნება მთავარი, დამაგვირგვინებელი, როდესაც 100-მდე ავალთ, მაშინ ხომ ან iPhone-ს გავათამაშებთ, ან დრონს. ეგ შეგიძლიათ დაწეროთ, ან რამდენად მოგეწონათ ეს ვლოგი. ან ნინუსა გეხოცები გაჩვენდი ძალიან ბევრს ლაპარაკობ. თავისუფალი ხართ, რაც გინდათ ეს დაწერეთ, უბრალოდ დაწერეთ. მერე მიდიხართ Zoomer-ის Instagram page-ზე, გამოიწერთ Zoomer-ის Instagram page, შეხედეთ სხეულის ენიც მოყვება, გამოიწერეთ. მერე შემოდიხართ ჩვენთან YouTube-ზე, გამოიწერთ ჩვენ YouTube გვერდს და უკვე ჩართული ხართ თამაში. როგორც წინაზე გათამაშება იქნება YouTube Live-ში 2 აპრილს და გამოვლინდება Apple Watch-ის მფლობელი. მაგრამ მეჭვაქ ეს Apple Watch შენთან რჩება და სხვა თამაშდება. ხო, არა, ჩვენ ყოველთვის ახალ თახავს. ხო, აბა რა გაუხსნელი. გაუხსნელს ვაჩუქებთ. ეს არის გავტესტეთ, ნახეთ რამდენად კარგი არის. ხო და ხალხო, ეს გათამაშებები იქამდე გექნებათ, სანამ ჩვენ არა ვალთ 100.000 გამომწერდე და Zoomer-ის Instagram გვერდი არავა 70.000 გამომწერდე. ოღონდ მაგის მერეც გვექნება გათამაშებები უკვე სხვანაირი. მე რომ დავწერე კომენტარი შეიძლება? კი, როგორ არა. არა, შენი. იმიტომ რომ ვიღაცებს გონიათ რომ ჩაწყობაა და რაღაცა, მაგრამ აი ლაივში გაჩვენებთ რენდომაიზერი როგორ არჩევს თვითონ აი პროგრამაში ვწერთ. და რანაირად შეიძლება რომ ჩაწყობით იყოს, ვერ იქნება. დააკომენტარე. მაგარია. და იმედია აქაურობა მოგეწონათ. ჩვენ ხა წავედით. და ვიდეო დამთავრდა.